მეგობრებო, მოგესალმებით. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და თქვენ იცით, რომ მე ყოველ წელს მოვდივარ ხოლმე თქვენთან სამაჯურების სერიით, რომელიც წლის ენერგიას აღნიშნავს. შარშან უქონდა გველის წელი აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით და შესაბამისად თქვენ შემოთავაზებული გქონდათ სერპენტინის სამაჯური, რომელიც იყო წლის სამაჯური და წელს ჩვენ გვიახლოვდება ცეცხლოვანი ცხენის წელი, რომელიც უფრო მეტად მოძრაობას გარეთ გამოტანილ და გამოხატულ აქტიურ შემოქმედებით ენერგიას აღნიშნავს და გველის წელი თუ იყო უფრო მეტად შიდა პროცესების და ტრანსფორმაციის მატარებელი ენერგია, ცხენის წელი ეს არის უკვე აი იმ პროცესების, რომელიც ჩვენ შიგნით მოვახდინეთ ამ პროცესების ტრანსფორმირება, მოვახდინეთ გადალაგება, მოვახდინეთ გარკვევა, ახლა აი ეს ყველაფერი გამოგვაქვს ზედაპირზე, ხო, როდესაც ვაცნობთ გარემო სამყაროს იმ შემოქმედებით ენერგიას, რომელიც ჩვენ 2025 წლის განმავლობაში ჩვენი ძიების პროცესის დროს გამოვიმუშავეთ გველის წელის პერიოდში. ეხლა რა მინდა გიამბოთ დღევანდელი სამაჯურების სერიაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ სიტყვა ფასდაკლება მე არ მიყვარს, არ ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვას, მაგრამ სიტყვა საჩუქარი ძალიან მიყვარს. ამიტომ ის გამომწერები, რომლებიც ჩემთან დიდი ხანია უკვე, ან შესაძლოა არც თუ ისე დიდი ხანია, ადევნებთ თვალყურს ჩემს შემოქმედებას, ჩემს სამაჯურებს, ჩემს სამკაულებს, გადავწყვიტე, რომ გამეხარებინეთ და სიმბოლური თანხა შემომეთავაზებინა თქვენთვის, თანხად შემომეთავაზებინა თქვენთვის აი ეს ულამაზესი სამაჯური, რომელიც არის ცხენის წლის სიმბოლური სამაჯური და ეს არის ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ძალიან ლამაზია და ამ სამაჯურის თვითონ ქვების განლაგებაც სპეციალურად ისი არის, რომ როდესაც თქვენ მას გაიკეთებთ, მინერალი ციტრინი პირდაპირ პულსთან იყოს, ესე იგი მოთავსებული, რათა თქვენმა ფინანსურმა და წარმატების და იღბლის ენერგიამ გარესამყაროში მოახდინოს პულსირება. რაც შეეხება მინერალებს, ასევე რაოდენ და რადგან ცეცხლოვანი ცხენის წელი გვაქვს, მინერალები არის სერდოლიკი, ანუ ამ შემთხვევაში სარდიონი და წითელი იასპი, რომელიც ყველაზე სადღაც ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი მისცემს იმის ენერგიას და იმის მოტივაციას, რომ ადგეს ფეხზე და გარემო სამყაროს დაანახოს საკუთარი პოტენციალი, ხო, ასევე დაგეხმარებათ ეს სამაჯური. ტიბეტურ ზოლიანი ძი გვაქვს წარმოდგენილი, მე არ მახსოვს, მე ამ ძით თქვენთვის სამაჯურები გაზიარებული მაქვს თუ არა, მე მგონი არა, მაგრამ რა არის ზოლიანი ძი, ჩემო ძვირფასებო, მოდით ვისაუბროთ, ხომ, ამ ყველაფერზე. ზოლიანი ძი ეს არის ძალიან ძლიერი დამხმარე, ტიბეტური ძი, დამხმარე, რომელიც თქვენს ცხოვრებას გახდის უფრო კომფორტის და კეთილდღეობით სავსეს. მას ამ ზოლიან ძის მეორე სახელიც აქვს და მას სხვათა შორის კომფორტის ძის უწოდებენ, ან კომფორტულ ძის. და რატომ, რისთვის ეძახიან ამ ძის კომფორტულ ძის? ნახეთ, პირველ რიგში სურვილების ასრულებაში გეხმარებათ. და მისი ზოლები, როგორც ასეთი, ხომ, მრავალმხრივ შემომავალ ენერგიას და პოტენციალს აჩვენებს, რომელიც თქვენ არაერთი გზიდან შეგიძლიათ რომ აიღოთ. ასევე ეს კონკრეტული ძი გეხმარებათ, რომ გარდაქმნათ ნეგატიური სიტუაცია პოზიტიურში, მას ერთგვარ ტრანსფორმაციულ ძისაც უწოდებენ, ხომ? ნამდვილად შეუძლია ამ ძის, რომ
თქვენს რეალობაში არსებული უარყოფითი სიტუაციები გარდაქმნას თქვენთვის დადებით სიტუაციებად და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, დაგეხმარებათ ფინანსური ენერგიის და ზოგადად შემოქმედებითი ენერგიის, საიდან ვიღებთ ხომ ჩვენს ფინანსურ ენერგიას, ჩვენი შემოქმედებითი ენერგიიდან და აი ამის გამომუშავებაში და რეალიზებაში დაგეხმარებათ და ზუსტად ამის საფუძველზე უკვე იზრდება ფინანსური ენერგია. ნახეთ შემოძვირფასებო, მთლიანად სამაჯური როგორც ასეთი და მისი დიზაინი თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული იმაზე, რომ მის მფლობელს მიეცეს მოტივაცია, ძალა და ენერგია, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად დაფასებული, კიდევ უფრო მეტად შემჩნეული და არა მხოლოდ შემჩნეული, არამედ აღიარებული გახდეს. ეს არის სამაჯური, რომელიც განსაკუთრებით მათთვის არის კარგი, ვინც გრძნობს მუდმივად მოტივაციის ნაკლებობას, ენერგიის ნაკლებობას, ხომ? საკუთარ ფუძის ჩაკრასთან თუ კი გრძნობს გარკვეულ დისბალანსს და დისკომფორტს, ორივე ეს მინერალი ზუსტად ამისთვის არის შერჩეული, რომ თქვენი პოტენციალი, თქვენი შემოქმედებითი ენერგია ამოქაჩოს ზემოთ. ციტრინი, როგორც იცით, თქვენ ერთ-ერთი უმძლავრესი ფინანსური ენერგიის მინერალი გახლავთ. ერთგვარი კატალიზატორი არის შემოძვირფასებო ფინანსური ენერგიის, რომელიც სპეციალურად განმეორდები პულსის ადგილზე მოვათავსე, რადგან მუდმივად იფეთქოს თქვენმა ფინანსურმა ენერგიამ, იპულსიროს, ხოლო ტიბეტური ძი, ზოლიანი ძი ამ ყველაფრის არა მხოლოდ მიღებაში, არამედ უკვე გამოყენებაში დაგეხმარებათ, ხომ? ანუ ჩვენ ამოვიტანეთ ზედაპირზე ჩვენი ენერგია, ჩვენი შემოქმედებითი ენერგია და ზოლიანი ძი აი ამას ასე დაალაგებს, მოდი ასე ვთქვათ, როგორც თქვენთვის უმჯობესია, თქვენთვის უკეთესია და რომელიც, რა თქმა უნდა, სცენარულად ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, საჩუქარი ვახსენეთ ეხან, არ მიყვარს სიტყვა ფასდაკლება, ამიტომ ნებისმიერი მსურველისთვის ეს სიმბოლური ცეცხლოვანი ცხენის წლის სამაჯური შეადგენს სიმბოლურ 80 ლარს. ხოლო მათთვის, ჩემი დახურული ჯგუფის წევრები, ვინც ხართ, თქვენთვის ამ სამაჯურებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლები ფასი აქვს. ამაზე მე დახურულ ჯგუფში განვაცხადე უკვე ჩემთან და მოკლედ ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მისწეროთ ქალბატონ ეკატერინეს, ჯგუფის წევრებმა აუცილებლად უნდა წარადგინოთ ის, რომ ჯგუფის წევრები ხართ და მიიღოთ თქვენი სასურველი ცხენის წლის სიმბოლური მინერალებით დატვირთული, აი ეს ულამაზესი მაგიური საოცრება და ფიზიკურადაც ძალიან ლამაზია და პირდაპირ ეკრანიდან იგრძნობა მისი ენერგია. შეხედეთ რა ლამაზია. შეხედეთ. მარაგში ჩემო ძვირფასებო, სულ ამ ეტაპისთვის მაქვს დაახლოებით 20 ცალი. მეტი არ დამიმზადებია, თუ რა თქმა უნდა სურვილი უფრო მეტი იქნება, შესაბამისად მოვიცლი აუცილებლად და დავამზადებ თქვენთვისაც. უბრალოდ რაოდენობას წინასწარ გაფრთხილებთ, რომ არიან ისეთი გამომწერები, რომლებსაც 4-4 და 5-5 სამაჯური ერთდროულად მიაქვთ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის და ნუ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ხოლმე, რომ ჩემი გამომწერი იყოს ინფორმირებული რაოდენობასთან დაკავშირებით. აი ასეთი საოცარი ამბებით მოვედით თქვენთან. გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ 2026 წელს, დაიყოფილიყავით ცეცხლოვანი ცხენის ძალით, სავსე, ენერგიული, მოტივირებული და ეს სამაჯური, ვინც თავის მფლობელის მაჯაზე აღმოჩნდება, გაეათმაგებინოს თქვენი წარმატების ენერგია და ეს ასეც იქნება. შეხვედრამდე დიდი მადლობა.